რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. განსაკუთრებულად მწვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება, რეალური ფაქტები. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა. მოგესალმებით, მე ვარ სოფიო ბეროშვილი, რადიო კომერსანტის ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა ფინანსური განათლება. ფინანსური განათლება სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში. დღეს შევეცდებით განვიხილოთ, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში, რამდენად აქვს მოსახლეობას ფინანსური განათლება და მნიშვნელოვანია თუ არა ის. მოგახსენებათ, სწორედ ამ განათლების არ ქონის გამო იქმნება პრობლემები უამრავ ადამიანს, სხვადასხვა ბანკებსა თუ საფინანსო ორგანიზაციებთან. მოქალაქის ცნობიერებაზე კი ბევრია დამოკიდებული, რადგან ფინანსური გადაწყვეტილების მიღება ყოველდღიურად ხდება და ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანეს თემაზე ფონდი კრისტალი გამოვიდა ინიციატივით, რომ ხელი შეუწყოს მოქალაქეებს ფინანსური განათლებას. ჩვენი დღევანდელი სტუმარი იქნება ფონდ კრისტალის გამგეობის თავმჯდომარე ბატონი არჩილ ბაკურაძე და ქალბატონი ქეთი სუთიაშვილი, საქართველოს ბანკების ასოციაციის მრჩეველი საერთაშორისო პროექტებში. მოგესალმებით ქალბატონო ქეთი, ბატონო არჩილ, დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან საჭიროებო და აქტუალურ თემაზე უნდა ვისაუბროთ. დღეს ბატონო არჩილ, თქვენ გამინდა დავიწყო ამ თემაზე საუბარი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თქვენ ბრძანდებით ფონდ კრისტალის გამგეობის თავმჯდომარე და თქვენი ორგანიზაცია გამოვიდა ინიციატივით ხელი შეუწყოს ფინანსურ განათლებას და ფონდი კრისტალის ძირითად ინიციატივას ფინანსური ცოდნის საზოგადოებაში გავრცელების ხელშეწყობა წარმოადგენს, როგორც მოვიძიე ინფორმაცია. რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მოქალაქისთვის აღნიშნული ცოდნის ფლობას? დიდი მადლობა ქალბატონო სოფიო, ქალბატონო ქეთი, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ თქვენი გადაცემა მიუძღვენით ამდენად მნიშვნელოვან თემას და ნამდვილად ფონდი კრისტალი არ ყოფილა პირველი, ვინც ამ თემაზე დაიწყო მუშაობა. უბრალოდ ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ უფრო მეტი აქტიურობა არის საჭირო სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ისევე როგორც ბიზნესის მხრიდან, რათა ეგ საკითხი, რომელიც შეეხება მოსახლეობის ფინანსურ განათლებას, უფრო მწვავედ დაისვას. ჩვენ მათ შორის თქვენი გადაცემის მეშვეობით ვნახეთ არაერთი პრობლემა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას შეექმნა ფინანსური პროდუქტების არასწორი არამართებული გამოყენების შედეგად. მისი ძირითადი საფუძველი ნამდვილად შეიძლება იყოს ეკონომიკური პირობები და სხვა გარემო პირობები, მაგრამ ამავე დროს დიდი წვლილი ამ პრობლემებში არის სწორედ ფინანსური განათლების სიმცირეზე. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია თავისი ფინანსური განათლების ინიციატივით ხელი შეუწყოს ყველა მოქმედი პირის და ორგანიზაციის გარკვეულწილად გაერთიანებას, კონსოლიდაციას იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ უფრო ეფექტური მექანიზმები, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ცოდნა, ინფორმაცია იმისა თუ როგორ აწყოს თავისი ფინანსური ცხოვრება, ჰქონდეს არა მარტო ცოდნა, არამედ გარემო, რომელშიც მისი როგორც მოხმარების უფლებები იქნება დაცული ფინანსური ინდუსტრიასთან ურთიერთობისას და პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენ საზოგადოების წევრებს ექნებათ საშუალება გარკვეული დახმარება მიიღონ. ამიტომ ძალიან გრძელვადიან ასე ვთქვათ მიზანს ვისახავთ, გვინდა რომ გავერთიანოთ არა მარტო სამოქალაქო საზოგადოება და მედია თქვენი სახით პირველ რიგში, არამედ გავერთიანოთ კერძო სექტორი და რაც მთავარია მოვიპყროთ ხელისუფლების ყურადღება, რომ მან უფრო სერიოზულად და უფრო პროაქტიულად შეხედოს ამ პრობლემას, რომელიც მოგვარება ვფიქრობ ბევრ ადამიანს გაუმარტივებს ცხოვრებას. მსმენელებს ასევე შევახსენებ, რომ ქალბატონი ქეთევანი გახლავთ საქართველოს ბანკების ასოციაციის მრჩეველი საერთაშორისო პროექტებში და ქალბატონო ქეთევან თქვენთან მინდა გადმოვიდე შემდეგი კითხვით. რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად მოქალაქეების ფინანსური განათლება? საჭირო არის ეს თუ არა დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის? გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის. მე ჩემი აზრით ფინანსური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დროული. მე ვიტყოდი დაგვიანებულიც კი ეს ინიციატივა ძალიან დიდი ხანია არსებობს. ბატონი არჩილი დამეთანხმება, რომ ამაზე ინდუსტრიაც მნიშვნელოვნად მუშაობს და მათ დიდი სურვილი აქვთ, რომ საკუთარი მომხმარებლები გაანათლონ და ამაში ძალიან დიდი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბანკებსაც. ისევე როგორც სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორის მიკროსაკრედიტო დაწესებულებებსაც. რამდენად მნიშვნელოვანია, მე შემიძლია გითხრათ,
ის რომ რამდენიმე წლის წინ ინიციატივა გამოამჟღავნა საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების და დაიწყო ფინანსური განათლება მოსახლეობაში. ეს იყო ინიციატივა 2005 წლიდან 2009 წლამდე და ჩვენ ვცდილობდით განათლება ელემენტარული განათლება ფინანსების კუთხით მიგვეწოდებინა მოსახლეობისთვის, რათა მათ გამარტივებოდათ საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა. ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა რაოდენობის ადამიანებს უკაცრავად შეგეჭებთ, რა რაოდენობის ადამიანებს მოიცავდა? იცით რა, ეს არ იყო დიდი რაოდენობა სამწუხაროდ, იმიტომ რომ მაშინ საკმარისი რესურსები არ ჰქონდა ამის განვითარებისთვის. დაახლოებით 700 ადამიანს შევძლებთ რომ მიგვეწოდებინა ფინანსური განათლების. ფინანსური განათლების ეს იყო არა მარტო ფინანსური განათლება, მასში შედიოდა სხვა კომპონენტებიც, მაგრამ რაც შეეხება ფინანსურ განათლებას, ეს იყო დაგეგმვა, ეს იყო ბიუჯეტის შედგენა, ეს იყო დაგროვების მექანიზმებზე საუბარი და ბიზნეს გეგმის შედგენა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მცირე ბიზნესისთვის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ. რა სახით იყო ჩატარებული ეს ფინანსური განათლება? ეს იყო საინფორმაციო ბუკლეტები, ასე ვთქვათ, სემინარები, ლექციების სახით თუ ეს მაინტერესებს? ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ჩვენ შევეცადეთ რომ მოგვემზადებინა სახელმძღვანელო, ასევე გავაკეთეთ ბუკლეტები, რომლებსაც ვარიგებდით მოსახლეობაში, იმ მოსახლეობაში, რომელსაც ვერ მივაწვდენდით ხმას და ვისაც ვერ შევძლებდით რომ ჩაგვეტარებინა ტრეინინგი და ასევე ტრეინინგების სერია ძირითადად რეგიონებში, რადგან ჩვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე რეგიონებში განათლების მიღებაა. გადაცემაში რეკლამის დროა ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენ ისევ დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად და ძალიან საინტერესო კითხვით მინდა გადმოვიდეთ თქვენთან, იმიტომ რომ ვრცელი თემა არის, მაგრამ ჩვენ დღევანდელ გადაცემაში ვეცდებით ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და მისი არ ქონის შემთხვევაში პრობლემების წარმოქმნაზე ვისაუბროთ. ბატონო არჩილ, დავიწყოთ თქვენით, რა კონკრეტული პრობლემები არსებობს დღეს საბანკო სისტემაში, უფრო კონკრეტულად კი ბანკებსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობაში, როდესაც არ არსებობს ფინანსური განათლება, იმიტომ რომ თქვენმა ორგანიზაციამ გამოუშვა სპეციალური ბუკლეტი ფინანსური განათლების შესახებ და მასში რა სახის ინფორმაცია არის მოწოდებული? კი ბატონო, მოდით მე მაშინ შევეხები, როგორც რადგან თქვენ მკითხავთ ბანკების შესახებ, შევეხები კრედიტის თემას პირველ რიგში, რომელიც არის ყველაზე მწვავე. ასევე შევეხები დანაზოგებს. თუმცა არსებობს სხვა სფეროები ფინანსური განათლებისა, რომელიც მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რამე თუ კონდეს სრული კონტროლი და სრული მართვა საკუთარი უჯრედების ფინანსებზე. რა თქმა უნდა, ფინანსური განათლება ასე ვთქვათ არის ამოცანა, რომელსაც ვერ მიაღწევს მხოლოდ ასე ვთქვათ ერთის მხრივ მარტო მოსახლეობასთან მუშაობებით. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ინდუსტრია, თვითონ საბანკო სისტემა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მსგავსგომარებაში იყვნენ აქტიურები ამ თვალსაზრისით და შექმნან მექანიზმების, სწავლების, მათი თანამშრომლების გადამზადების, რამე თუ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი შეცდომები და არასწორი პოლიტიკის შედეგად დაკრედიტების შემთხვევები. ამ თვალსაზრისით ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პროცესი დაიწყო საკმაოდ საინტერესო. ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელსაც მე უფრო კარგად ვიცნობ, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან აქტიურად მუშაობენ საკუთარი დაკრედიტების პრაქტიკაზე, თანამშრომლების გადამზადებაზე, რამე თუ ეს ურთიერთობა იყოს ძალზე საქმიანი და პროფესიონალურად წარიმართოს. აქვე აღსანიშნავია, რომ რამოდენიმე ბანკი საქართველოში და შემიძლია ჩამოთვალო ის რაც მე ვიცი და შეიძლება უფრო მეტი არის, მახსოვს რომ პირველ რიგში ის იყო პროკრედიტ ბანკი, ძალიან საინტერესო პროგრამა აქვს დღეს, ალბათ ბევრი საზოგადოების ბევრი წევრი ამას თვალყურს ადევნებს TBC ბანკს, ვიცი დაახლოებით რომ საქართველოს ბანკს აქვს საკმაოდ დიდი გეგმები და პრივატ ბანკსაც კი ქონია ძალიან საინტერესო აქტივობა რეგიონებში ბავშვებთან. ანუ ბანკებმა გაიაზრეს, რომ ფინანსური განათლება მათი მხრიდან ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა.
ფლობის ერთ-ერთი ლოგიკური საქმიანობა და ეს მიმართულება ვითარდება ნელ-ნელა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ მაინც მივაჩნია ეს ძალიან მცირედ და საბოლოო ჯამში ეს არ ცვლის, არის კარგი ნაბიჯი, კარგი მიღწევა არის, მაგრამ თვისობრივად ის სიტუაციას მაინც ვერ შეცვლის. ამიტომ ჩემი აზრით უნდა გაგრძელდეს თვითონ საბანკო და მიკროსაფინანსო თუ სხვა საკრედიტაციებულების შიგნით აღნიშნული პროცესი და მათ უნდა ხო, რა თქმა უნდა, არის ქვეყნის სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, მე განსაკუთრებით ვცნობ დიდი ბრიტანეთის მაგალითს, იმიტომ რომ რეალურად იქ მომიწია ჩასვლა ამ თემაზე, შეხვდით იქაურ რეგულირებელს და შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობთ რომ გაგვერკვია რა გზა გაიარა ბრიტანეთმა იმისთვის რომ მოსულიყო დღევანდელ დონემდე. იგივე კითხვა მინდა ქალბატონ ქეთევანს დაუსვა. რა კონკრეტული პრობლემები არსებობს დღეს საბანკო სისტემაში, უფრო კონკრეტულად კი ბანკებსა და მოქალაქეთა შორის ურთიერთობაში, რაც თქვენი ორგანიზაციისთვის არის ცნობილი, რომ გითხრათ? პრობლემა ბევრია, მათ ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. თქვენ ალბათ იცით, რომ სოფლის მეურნეობის დაკრედიტება საქართველოში არის ძალიან დაბალ დონეზე. და ამის ობიექტური და სუბიექტური ბევრი მიზეზი არსებობს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ამის არის ის, რომ თვითონ დაკრედიტების ოფიცრები არიცნობენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ციკლს, რაც პირდაპირ აისახება იმაზე, რომ დაკრედიტების რისკს ვერ წევენ. ჩემი აზრით, ზუსტად აქ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა, როდესაც ბანკს შეუძლია საკუთარი საკრედიტო ოფიცრებს მისცეს ის ინფორმაცია, ის განათლება, რომელიც მათ დაეხმარება სოფლის მეურნეობის ციკლის სწორად აღქმაში, რადგან სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანი, ფერმერი, როდესაც მივა დამატებითი სახსრების მისაღებად ბანკში, ის ადეკვატურად იქნას მიღებული. მე მეორე მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება დაიქირავონ ბუღალტერი და არ აქვთ ფინანსური განათლება, საკმარისი იმისთვის, რომ მომზადებული მივიდნენ თავისი ინფორმაცია კომპანიის შესახებ ფინანსურ ენაზე თარგმნონ და მიიტანონ ბანკში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ხელს ნამდვილად არ უწყობს დაკრედიტებას. ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, არ არსებობს მსხვილ კორპორაციებში, სადაც საკმარისი შტატი არსებობს იმისთვის, რომ საფინანსო ინფორმაცია სწორად იქნას მიწოდებული ბანკისთვის, რათა მან შემდეგ დაკრედიტებას. ქალბატონო ქეთევან, მე არ შემიძლია ეს კითხვა არ დაგისვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ჩემს მენელს ქონდა იმის სურვილი, რომ ეს კითხვა თქვენთვის დამესვა, როდესაც მე მათ ვესაუბრებოდი, ყველა აღნიშნავს და მათ შორის ექსპერტებიც საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან დაძაბულია ურთიერთობა ბანკებსა და მომხმარებლებს შორის. ძალიან ბევრი მოქალაქისგან გამიგია ესეთი ფრაზა, რომ ბანკი იმისაა, რომ მოგატყუოს, ბანკი იმისაა, რომ მეტი მოგება ნახოს. არის თუ არა ეს პრობლემა გამოწვეული იმით, რომ ფინანსური განათლების არ ქონის გამო მოსახლეობის ნდობით ბოროტად ისარგებლეს ბანკებმა? არა, მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამ ნათქვამს. ჩემი აზრით, სწორედ აი აქ არის საფინანსო განათლება საჭირო. რადგან, როდესაც ორი ადამიანი წარმოიდგინეთ, ეს არ არის ბანკირი და კლიენტი, ეს არის ადამიანი, რომელიც ერთი ლაპარაკობს ქართულად, მეორე ინგლისურად და ერთმანეთს აბსოლუტურად არ ესმით. ეს ზუსტად იგივეა. მე ვლაპარაკობ ერთ ენაზე, ბანკირი მეუბნება მეორეზე და ჩვენ არ გვესმის ერთმანეთის. აი ზუსტად აი აქ არის პრობლემა, ზუსტად აი აქ გვინდა რომ ჩავერიოთ, ზუსტად აი აქ გვინდა რომ გავაუმჯობესოთ მდგომარეობა, იმიტომ რომ როდესაც მე ბანკირი მეუბნება, რომ იცით რა, თქვენ ამ სესხს ვერ მიიღებთ, იმიტომ რომ თქვენ ამ სესხს ვერ მოემსახურებით, ეს იმიტომ კი არა, რომ ბანკს სესხის გაცემა არ უნდა. ეს ზუსტად იმიტომ არის, რომ ამ ეტაპზე ესა თუ ის ბიზნესი ვერ მოემსახურება სესხს და ეს რისკი იმდენად მნიშვნელოვანია. არ მიგულისხმია, მე ვიგულისხმე სხვა რაღაცა, თუნდაც ამ ბოლო პერიოდში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეკლარირებული ეგრეთ წოდებული 0% ან დეკლარირებული 14% რეალური და ეფექტური საპროცენტო გაანაკვეთების დათვლის შემდეგად აღმოჩნდა 67, 87, 301%. ამ შემთხვევაში თუნდაც
არის ის პრობლემა წარმოჩენილი, რომ მოსახლეობას არ აქვს ფინანსური განათლება და დეკლარირებული პროცენტი ძალიან განსხვავდება ეფექტური საპროცენტო განაკვეთისგან. აი ამას გულისხმობ. აი ამ შემთხვევაში ნდობით სარგებლობისგან. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ძალიან ხშირ შემთხვევაში განსხვავდება ნომინალური საპროცენტო განაკვეთისგან, ეს მართალია, მაგრამ ბანკებს აქვთ ვალდებულება, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გააცნონ მომხმარებელს. ეს ნამდვილად არსებობს და ისინი აკეთებენ ამას. ისინი ამას ნამდვილად აკეთებენ. ისინი ნამდვილად აკეთებენ, ნამდვილად აცნობენ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს თავის კლიენტებს. სხვა საქმეა, ინსტრუქციაც არსებობს ამისი. სხვა საქმეა, რამდენად კარგად ესმის კლიენტს, რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. და სხვა საქმეა, რამდენად გათვალისწინებულია ამ სიტუაციას, ანუ რამდენად ითვალისწინებს კლიენტი საკომისიოებს, რომლებიც სესხის გაცემის დროს აუცილებლად წინასწარ არის გაცნობილი თითოეული კლიენტისთვის. მე გარდა იმისა, რომ ყოფილი ბანკირი ვარ და გარდა იმისა, რომ ასოციაციაში ვმუშაობ, ასევე მსესხებელიც ვარ და ძალიან ხშირად მისარგებლია სამომხმარებლო კრედიტით და ძალიან ხშირად შემიძენია ნივთი განვადებით. თქვენ როგორც ასე ვთქვათ, მომხმარებელი დარწმუნებული ვარ ძალიან განსხვავდებით უბრალოდ მოქალაქისგან. რა თქმა უნდა. კი, და თქვენ აბსოლუტურად დეტალურად მოითხოვთ და დეტალურად დასვათ მაგრამ საქმე იმაში, რომელიც საჭიროა რომ დაისვათ. საქმე მარტო იმაში კი არ არის, მე რას მოვითხოვ. საქმე იმაშია, მანამ მე ამას მოვითხოვ, რა ინფორმაციას მათქია. გასაგებია. ესეც პრობლემაა ჩემი აზრით. და ზუსტად ამას ეხება ჩემი შემდეგი კითხვა, რა პრობლემებს ვაწყდებით ფინანსური განათლების არ ქონის შედეგად. ორივე მხარეს გულისხმობ, როგორც საკრედიტო ოფიცრებს, იმიტომ რომ წინა გადაცემაში დაისვა ესეთი პრობლემა, რომ საკრედიტო ოფიცრებსაც სჭირდებათ ფინანსური განათლება და ტრენინგები და რა თქმა უნდა მოსახლეობასაც სჭირდება, რომ გქონდეს მეტი ინფორმაცია სხვადასხვა საბანკო პროდუქტის შედეგად და განასხვაოს მარკეტინგული სვლა რეალური საპროცენტო განაკვეთისგან. იცით რა შეესაქმე? გეთანხმებით, რომ ორივე მხარეს სჭირდება განათლება, იმის ჩემი სოფლის მეურნეობის დაკრედიტების მაგალითი ზუსტად ამაზე მეტყველებს. საკრედიტო ოფიცერმა, რომელმაც იცის როგორ დააკრედიტოს სოფლის მეურნეობა, ეს ბიზნესი ძალიან წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა ამის მხოლოდ პირველი ნაბიჯები არის გადადგმული. რაც შეეხება მეორე მხარეს, ანუ როდესაც კლიენტი მოდის და ის არ არის მომზადებული ამ თემაზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, ესეც პრობლემაა. ანუ როდესაც თქვენ წარმოადგენთ ინფორმაციას, გარდა იმისა, რომ თქვენ შეძლებთ სწორედ გადმოგეცათ თქვენი ბიზნეს საქმიანობა ფინანსურ ენაზე, გარდა ამისა, კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ სწორედ აირჩიოთ საკრედიტო დაწესებულება, რომელთანაც საქმიანობთ. ანუ არ შეიძლება, რომ თქვენ 1000 ლარიანი სესხისთვის მიხვიდეთ, ვთქვათ, სხვილ კორპორატიულ ბანკში, რომელიც კორპორატიულ დაკრედიტებას ახორციელებს და პირიქით. არ შეიძლება, რომ მიკროსაკრედიტო დაწესებულებაში, რომელიც მაქსიმალურ 5000 ლარიან სესხს გასცემს, კორპორატიული სესხისთვის მიხვიდეთ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის და მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას. ბატონო არჩილ, თქვენთაგან მოვაკითხვით, როგორ აპირებს ფონდი კრისტალი ფინანსური ცოდნის საზოგადოებაში გაავრცელებას და სათანადო პრაქტიკის დანერგვას? პირველ რიგში მე ვფიქრობ, უნდა განისაზღვროს რა საკითხს ევაპირებ ჩვენ მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას, რა არის ყველაზე აქტუალური და რა თქმა უნდა ეს უნდა ეფუძნებოდეს საჭიროებებს. ჩვენ გქონდა საშუალება რომ შეგვესწავლოს საჭიროებები, რამოდენიმე წლის წინ ჩვენ ვიწრო ჯგუფში, მიგრანტებში შევისწავლეთ საჭიროებები, ანუ ეს ხალხი, ვინც საქართველოს ნავთობმიზეზების გამო დღეს ეკონომიკური მიგრაციაში იმყოფება, კერძოდ კი საბერძნეთში და იტალიაში, შევისწავლეთ რა იყო ამ ადამიანების, ჩვენი თანამოქალაქეების ფინანსური საჭიროებები. ამავე დროს ჩვენ გავზომეთ, რამდენად მაღალი იყო ფინანსური განათლება მათ ოჯახებში საქართველოში. და ბევრი როცა შეგაწყინოთ თავი და გამოჩნდა ამ კვლევიდან ის, რომ ძალიან არასწორად და არაეფექტურად იხარჯება ის ფინანსური ნაკადები, რომელიც როგორც იცით სტატისტიკით ყოველწლიურად იზრდება და მნიშვნელოვან უცხოური კაპიტალის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ეკონომიკისათვის. ამიტომ ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ უშუალოდ ამ ჯგუფისთვისაც კი რაღაცა კონკრეტული მასალა, სწავლების რაღაც მეთოდები შეგვემუშავებინა. შესაბამისად, მას შემდეგ რაც შევთანხმდებით იმაზე, თუ ვინ არის მიზნობრივი ჯგუფი და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, მთელი მოსახლეობა, მათ შორის ახალგაზრდები და სკოლის ასაკიდან
დაიწყოს ეს, უნდა შემუშავდეს უშუალოდ ის შემუშავდეს შინაარსი, ის მასალა, ის ცოდნა, რომელიც უნდა გადაეცეს. და ამის მერე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ მოფიქრებული იქნას ყველაზე კარგი ფორმები ამ ცოდნის გადაცემისა. სხვა შორის ამ შემთხვევაში მას-მედიის და თქვენი რადიოს როლი მაგალითად შეიძლება ძალიან მაღალი იყოს, იმიტომ რომ სწორედ თქვენ გახდეთ აი ცოდნის გადაცემის არხი. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს უნდა გაკეთდეს და აუცილებლად ერთობლივი ძალებით და გამოცდილების გაზიარებით, იმიტომ რომ ეს არ არის საკითხი, რომელშიც შეიძლება ბანკები ერთმანეთს, მიკროსაფინანსოები და სხვაები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ეს არის ყველა საჯარო საზოგადოებრივი სათქივარი, ყველა მოიგებს იმით, რომ საქართველოში იქნება ფინანსურად კარგად მართული ადამიანები და ოჯახები. და აქვე ვიტყვი, კეთიმ რასაც გავუსვა ხაზი და უნიშნულოვანესი ეს არის საწარმოების ფინანსური მართვა, მცირე საწარმოების. ამავე დროს არსებობს ოჯახის, ანუ სამხარევლო ფინანსების სფერო, რომელიც თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს ეხება. მაგალითად, თემები როგორიცაა ბიუჯეტირება და დაგეგმვა, სესხის აღება, დანაზოგის გაკეთება, ინვესტირება, რისკების მართვა და დაზღვევა და ასე შემდეგ. ყველაფერი ის, რაც ფინანსურ სტაბილურობას მიუთითებს და მე მხოლოდ ერთი განსაზღვრებით დავთავრებ, იმიტომ ძალზე მნიშვნელოვანია აუხსნათ მოსახლეობას რაზე ვლაპარაკობთ, რას გულისხმობთ ჩვენ ფინანსურ სტაბილურობაში. ჩვენ უპირველესად ამაში მოიაზრება ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ახალგაზრდობიდან პენსიის ასაკის ჩათვლით, მისი მიზნებისა და საჭიროებებისათვის აუცილებელი ფულის ხელმისაწვდომობა. ხალხს უნდა კონდეს იმდენი ფული, რამდენიც მათ ცხოვრებას და ბედნიერებას სჭირდება. ქალბატონ ქეთევანს მინდა შემდეგი კითხვა და უსვა და ძალიან ცოტა დრო დაგჭა. თქვენს ვებგვერდზე გაქვთ სპეციალური რუბრიკა მომხმარებელთა უფლებები და არის საშუალება კითხვა-პასუხის რეჟიმში მათ კითხვებზე პასუხის გაცემა. დაახლოებით რამდენი ადამიანი გიკავშირდება დღეში ინფორმაციის მისაღებად და როგორ შეაფასებთ შემოსული ზარების მიხედვით ფინანსური განათლების დონეს? მოკლედ რო გითხრათ, თუ შეიძლება და შემდეგ სარეკლამო ჭრილია. სამწუხაროდ ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით აი ამის შესახებ ძალიან შეზღუდული ინფორმაცია მაქვს, იმიტომ რომ აი ამ მიმართულებას მე არ ვიღებ მონაწილეობას ამ მიმართულებაში, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ჩემი გამოცდილება წარსული საქმიანობიდან. მე მინდა გითხრათ რომ განათლების ზონა, ფინანსური განათლების ზონა ძალიან დაბალია. მოსახლეობას არ ესმის მარტივად რა არის ფული და როგორ შეიძლება ის ეფექტურად გამოიყენა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. გადაცემაში რეკლამიზდება, ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენ ისევ დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა და შეკითხვა მაქვს ორივე სტუმართან. ბატონო არჩილ, დავიწყოთ თქვენით. რა შედეგები შეიძლება მოგვიტანოს საზოგადოებაში ფინანსური განათლების დონის ამოღებამ? როგორ ფიქრობთ თქვენ? ჩვენ როგორც ფინანსისტები ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, იმიტომ რომ ბევრი რაღაცას ფინანსების მართვის კუთხით ვხედავთ. საერთოდ ჩვენი სექტორი ფინანსური შუამავლობის ბიზნესი არსებობს იმისთვის, რომ ადამიანებს გაუმარტივოთ ცხოვრება და არა გაურთულოთ ცხოვრება, რაც ხშირად სახეზეა ხოლმე, ხო? ამა თუ იმის გამო. ამიტომ შედეგი, რომელიც უნდა მივიღოთ, ეს არის ფინანსურად სტაბილური ქართული საზოგადოება. ადამიანები, რომელსაც შეუძლიათ მათ ცხოვრება წარმართონ ნორმალურად, ასე ვთქვათ, ახალგაზრდობიდან მოხუცებულობამდე. ამას სჭირდება პირველში ამ ადამიანების მონდომება და ცოდნა და პასუხისმგებლობით ამ კუთხით პასუხისმგებლობით მიდგომა და ამავე დროს სჭირდება ისეთი გარემო შექმნა, რომ მათ ისარგებლონ ამ ფინანსური პროდუქტებით და თავისი ეკონომიკური საქმიანობის ჩავარდნების თუ აღმასრულების შედეგად სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღოთ. ჩვენ ცხოვრობთ არასტაბილურ გარემოში ზოგადად, როცა ჩვენი შემოსავლები ხან ზევით მიდის, ხან ქვევით და შეიძლება გქონდეს მოულოდნელი ხარჯები. ამიტომ ამ ეკონომიკური გარემოს და ესეთი გლობალური დინამიური გარემოს გადამკიდე აუცილებელია ფინანსური ინსტრუმენტების კაი გამოყენება. მაგალითად დაზოგვა. ხო? დავზოგოთ, თქვათ, უფრო მძიმე შავი დღისთვის, ხო? ან ავიღოთ ცეცხლი გონივრულად, მაშინ როცა ნამდვილად კარგი ამის საჭიროება არსებობს, ან გვინდა თქვათ რაღაცა ეკონომიკური შესაძლებლობა, ასე თქვათ, დავაფინანსოთ. რისკების მართვა, დაზღვევა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ აი ამ ჩვენს სამუშაო პროცესში ჩავრთავთ ჩვენს მეგობრებს, სადაზღვევო კომპანიებს, ასევე ასოციაციას, რამე თუ მოსახლეობის ცოდნა რისკების მართვისა და სადაზღვევო პროდუქტების შესახებ ასევე ავამაღლოთ. და
ზოგადად ეს არის რაღაც ისეთი თემა, რომელიც შეეხება ადამიანის ბედნიერების და წარმატების თემას და ამ შემთხვევაში მინდა უცბად აღვნიშნო გადაცემაში ბატონი ნოდარ სარჯველაძის და მისი ორგანიზაციის წვლილი ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი, რომელმაც ფანტასტიკური სამუშაო ჩაატარა, შექმნა სახელმწიფოები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის და რომელიც ამ საკითხს იკვლევს უკვე წლების განმავლობაში. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აი ყველას ერთობლივი ძალისხმევით, მათ შორის მასმედიის დახმარებით, ჩვენ შევძლებთ რაღაც სერიოზული ეფექტის მოხდენას და ქართველები, ისაც საბჭოთა კავშირში არ იყო და სირცხვილი იყო და მიუღებელი იყო, ვისწავლიან დამოუკიდებლად ფინანსების მართვას. ადამიანები, ოჯახები, საქართველოში როგორც იცით, ოჯახის ინსტიტუტი ძალიან დიდია და ამიტომ ოჯახები ერთობლივად უნდა იღებდნენ აი ამაზე პასუხისმგებლობას და ყოველი მათი გადაწყვეტილება უნდა იყოს გააზრებული მათი გრძელვადიანი ფინანსური გეგმის და ამოცანებიდან გამომდინარე. ამიტომ ვიფიქრობ სამუშაო ნამდვილად უდიდესია და არ გამოვა ეგ საქმე შესაბამისი კანონმდებლობის, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების გარეშე და ჩვენ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეროვნული ბანკი ამ თემას აქცევს პრიორიტეტად და საქართველოს მთავრობა ამავე დროს მაქსიმალურად იზრუნებს აი ამ პრობლემის მოგვარების. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მე იმედი მაქვს, რომ აქცევს აუცილებლად ამ თემას პრიორიტეტას. ქალბატონო ქეთევან, იგივე კითხვას დაგისვათ თქვენ, რა შედეგები შეიძლება მოგვიტანოს საზოგადოებაში ფინანსური განათლების დონის ამაღლებამ, როგორ ფიქრობთ თქვენ და ვისაუბროთ ასევე იმ სტატისტიკაზე, რაც ზეგან რეკლამის დროს გააჟღერეთ თქვენ, იმიტომ რომ მსმენელებსაც ძალიან საინტერესო არის და ყურადღება მისაქცევი. მე კიდევ რამდენიმე სიტყვა მინდა დავამატო იმას, რაც აჩიკომ თქვა. პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა და ამის ინსტრუმენტები, რაც იმას ნიშნავს, რომ საბონდო ბაზარიც ასევე უნდა განვითარდეს. დანაზოგები არის ძალიან მნიშვნელოვანი. საზოგადოება ვერ გახდება დამოუკიდებელი, ქვეყანა ვერ იქნება სტაბილური თუ მის მომოსახლეობამ არ ისწავლა დაზოგვა. და ძალიან საინტერესო ინფორმაცია შემილია ამასთან დაკავშირებით გითხრათ, რაც უფრო მაღალ განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მაღალია დონე ამ ქვეყანაში დაზოგვის. ანუ მაგალითად ნორვეგიაში ზოგავენ საკუთარი შემოსავლის ბევრად უფრო მაღალ პროცენტს, ვიდრე ეს ნებისმიერ განვითარებად ქვეყანაში ხდება. ეს მარტო იმიტომ კი არა, რომ მათ ამის შესაძლებლობა აქვთ, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. არამედ მათ აქვთ კულტურა ამის კეთების, დანაზოგის შექმნის კულტურა აქვთ და შემდეგ ამ დანაზოგის სწორედ გამოყენების. ხოლო რაც შეეხება იმ სტატისტიკას, რომელზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, როგორც მე გითხარით, მცირე საწარმოების 5-დან მხოლოდ 1 გადარჩება 1 წლის თავზე და ამ დარჩენილებიდან 10-დან მხოლოდ 1 გადარჩება შემდეგი 5 წლის თავზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას არ აქვს ტრადიცია ბიზნესის კეთების, რაც პრინციპში ჩემთვის ძალიან გასაგებია, იმიტომ რომ ჩვენ აბსოლუტურად სხვა წარსულიდან მოვდივართ და არ შეიძლება ეს ციდან ჩამოვარდეს ეს ცოდნა და ინფორმაცია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობა და ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, ისევე როგორც ამერიკა და იაპონია, იქაც ეს საკითხი ძალიან აქტუალურია და ისინი ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავენ იმისთვის, რომ საკუთარი მოსახლეობის ფინანსური განათლება უფრო მაღალ დონეზე დააყენონ. ბატონო არჩი თქვენ კიდევ დავამატებ ძალიან კარგად თქვა კეთიმ, რომ აი ფონდი კრისტალი გარდა იმისა, რომ ფინანსურ განათლებას ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, განსაკუთრებით ყურადღებით ვეპყრობით გაკუტრების თემას და აი ამ კუთხით არსებულ გარემოს, დღეს არსებული გარემო არის ძალიან მიუღებელი, იმიტომ რომ ჩვენ ერთის მხრივ ვუბიძგებთ ადამიანების მეწარმეობისაკენ, ვეხმარებით მათ, ვებუნებით რომ ეს არის ძალიან კარგი და საჭირო და თქვენთვის საჭირო საქმე, მაგრამ არ ვეხმარებით მათ, როცა ისინი ობიექტური მიზეზების გამო აღმოჩნდებიან მძიმე მდგომარეობაში. ამიტომ უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა, ინფრასტრუქტურა, ინსტიტუტები, უნდა არსებობდეს ასეთი ადამიანების მხარდაჭერის მექანიზმები. ძალიან საჭირო არის ეს რეგულაცია. და რა თქმა უნდა, ბოლო თემა, რომელიც ასე თქვა, ასევე მინდა გავაშკარო, რომელსაც ფონდი კრისტალი ძალზე დიდ ყურადღებას აქცევს, ეს არის დამოუკიდებელი ფინანსური რჩევა. რაც უნდა კარგად შეძლონ ბანკებმა და მიკროსაფინანსოებმა, საერთოდ ფინანსურმა ინდუსტრიამ თავისი, ასე თქვა, პროფესიონალიზმის და
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოგვარება მაინც აჯობებს, რომ საზოგადოებაში არსებობდეს დამოუკიდებელი მრჩეველი, რომელიც დაეხმარება მოსახლეობას, განსაკუთრებით დაბალ შემოსავლიან მოსახლეობას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისთვის. დაგემშვიდობებით. საქართველოში დღეს როგორც არასდროს საჭიროა ეს საერთოდ მნიშვნელოვანი ცოდნა, რასაც ფინანსური განათლება ჰქვია. აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რომელი სესხიან ანაბარი მოქალაქისთვის უკეთესი და როგორ დაგეგმოს და გამოიყენოს იგი. ჩვენი გადაცემა კი შეეცდება ხელი შეუწყოს ფინანსური განათლების და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას ფინანსურ საკითხებში. მე ვარ სოფიო ბეროშვილი, გვისმინეთ ხუთშაბათობით რადიო კომერსანტის ეთერში გემშვიდობებით. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშვილთან ერთად.